ჩვენთან ჩამოყალიბდა ძალიან კარგი ტრადიცია. რაიონებში მიგვაქვს წიგნები და ამით ვეხმარებით ხალხს განათლების დამტკიცებაში, ამაღლებაში. დღესაც ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა წაიღონ წიგნები რაჭაში და თქვენ ვისაც გაქვთ საშუალება და ზედმეტი წიგნები გაქვთ, შეგიძლიათ შემოგწიროთ და ჩვენ გავანაწილებთ რაიონებში. ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით პროექტი წიგნი ყველა სოფელს იწყება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით თბილისის ტაძრებში წიგნების შესაგროვებლად განთავსდება სპეციალური ყუთები, სადაც მრევლს საშუალება ექნება შემოწირულობის სახით გაიღოს წიგნები მაღალმთიანი სოფლების ბიბლიოთეკებისთვის და გახდეს ამ კეთილის საქმის მონაწილე. წიგნების შეგროვება მოხდება შემდეგ ტაძრებში, აქ სამების წმინდა საკათედრო ტაძარში, ასევე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში და გლდანში ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. წიგნების მიღება ასევე შესაძლებელია ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანში, სუპერმარკეტების ქსელ, სმარტისა და ვისოლის ბენზინ-გასამართ სადგურებში. დღეს მოსიარულე ბიბლიოთეკის პირველი გასვლა მოხდება რაჭა-ლეჩხუმის რაიონში, სადაც ეპარქიისა და სოფლის ბიბლიოთეკებს საჩუქრად გადაეცემათ 2000-მდე წიგნი. პროექტი ხორციელდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და პირადად მფარველობით მინისტრის ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილის მიერ. ღმერთმა დაალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც ამ დიდებულ საქმეს შეუწყობს ხელსა. დალოცვილი იყავი და გახარებული. გილოცავთ წმინდა პანტელეიმონის მკურნალის დღესასწაულს. მისი ლოცვით ღმერთმა გაგკურნოთ, ღმერთმა გიშველოთ, ღმერთმა გაგკურნოს ყოველი გაჭირვებული და ავადმყოფი ადამიანი. ჩვენთან არის ღმერთი.